არ გაყიდოდნენ საქართველოს. ხვალ რუსეთში გაიღვიძე. მე როგორ შეიძლება რუსულ რეჟიმს თავი დავუხარო? ასპინძელო შენ უფრო საყვარლად იგავ. საყვარელი. ასპინძელო ჯერჯერობით უშედეგე. მოდი ერთ ჩაგეხუტო, მოდი. გაკაცოთ. მოგზანდი. დედა, როგორ ხართ? როგორ ხედავ შრომობთ უფროსო? მაგრად, მე სულ შრომაში ვარ. რომელი საათიდან იწყებ შრომას? შრომას დილიდან. დილიდან. მზე რა ვარ, შემოიჭირს. 6 საათიდან, 7 საათიდან. არა, 8 მერე. 6 საათი ადრეა. მაშინ ჩიტებსაც წინავენ. და სოფლის მეურნეობით ხარ დასაქმებული, დაკავებული. საქმეში ჩატევ, ახლა წამოვდან. გადმოდით არ გადავარდეთ. არ შეგჭამს? არა, არაფერს არ გეტყვი, მოვდან. აკო არ იკვინება ჩამ. ეს ყველაფერს თქვენ უვლით მარტო? არის კილო. ამას ყიდით შემდგომ? კი, რა თქმა უნდა. და თქვენ უვლით მარტო? კი, მე და ჩემი მეუღლე. ჩემი მეუღლე საცხე გაპარულია დღეს და არ ვიცავდა. სად გაგიპარათ მეუღლე? გამეზობლოში იქნება. დაკლებთან ალბათ? კი ბატონო, აი ბაღი გვაქვს. აი ბაბუა ჩემიდან დაარჩენილი ბაღია. რაც რომ დაარჩენილია მანდარინი. მე პენსიონერი ვარ, მეუღლე პენსიონერია. სხვა შემოსავალი არ გვაქვს. ჩვენ ახლა ლობიოს ავთესავთ, აგერ ლობიო მოყავს, სიმინდი მოყავს. და იქ მაყოფილი ხარ თქვენი რა შემოსავლით? თქმა უნდა. აგერ გვაქვს ეს ნასადრეო სასიმინდე რომ შვილიშვილებმა ჭინტის დროს არ მოიწყინონ. სასიმინდე კიდევ ჭოროხებირას გვაქვს. კი ბატონო. და რამდენი წელია თქვენ და თქვენი მეუღლე ერთად ხართ? 83 წლიდან. როგორ გაიცანით თქვენი მეუღლე? ჩეულებრივად. სენსაცია იყო. რომ მოგვიყვეთ აბა? პირველი ვიყავ, ვინც სოფლიდან დანიშნული დაპატიჟა, ალბათ. დავინიშნე და მე რომ დავინიშნე, მე დავპატიჟე. შევხვდით, მოგვეწონა ერთმანეთი და შემდეგ დავპატიჟე. დაახლოებით 5-6 წუთი ხდებოდით, მე ვიქორწინეთ. უფროსო, მიხარი. რა არის თქვენი წუხილი? სოფელში ყველაზე მეტად რა უჭირთ? რა გაჭიროება არის, რაც ყველაზე მეტად გაწუხებთ თქვენ? ძირითადად შემოსასვლელი გზები და ძალიან ცუდად ვხებულობთ ინფორმაციას, რომელიც ჩვენ გვაინტერესებს. აი რა ინფორმაცია გაიგეთ? ინფორმაცია ქვეყანაში რა ხდება, ქვეყნის იგული რა ხდება. განაახლა ჩემი ლაპარაკი რამის არ გამოასწორებს, ოღონდ ინტერნეტი ძალიან დაბალი ხარისხის გვაქვს. აგერა ანძა დგას. ჩემს ეზოში დგას ანძა, ოღონდ არ გვაქვს ინტერნეტი ნორმალური. გზების პრობლემა გვაქვს, ხიდის პრობლემა გვაქვს, ხიდი ჩამტრეულია. თქვენი თვალით დანახული ის ახალგაზრდობა, რომელიც რუსთაველზე დგას. ძალიან ცოდვაა ის ახალგაზრდა იმისათვის, რომ ბრძოლას შედეგი უნდა გქონდეს. ბრძოლას რაღაც შედეგი უნდა მოხდეს, არ უნდა ხდებოდეს ზემოდან წოლა. ზეწოლები არ უნდა ხდებოდეს. ისტორიულადაც მოყვება ასეთი რამეები, მე ხშირად ვსაუბრო ძველი ისტორიიდან. მესამე-4 კლასიდან, მერვე კლასამდე რაც იყო, მე 1000-იან მექნება თვითონ წიგნი წაკითხული. ვებულობთ ინფორმაციას, ოღონდ ინფორმაცია იწყება და წყდება თან იქ რა, შედეგი რა მოხდა რა, ვინმე არ საუბრობს, ოღონდ დააპატიმრეს, არ გამოუშვიათ, რატომ არ უშვებენ, რამე წვდომა არ არის. ანუ სრული ინფორმაციას არ გაქვს. ინფორმაციაში არ არის სრული წვდომა, რომ ადამიანი ისთვისაა დაჭერილი, ისთვის აღამართლებენ. თუ სიტყვის თავისუფლება, მაშინ ამ მაღალმთიან აჭარაში თუ გაქვთ ტრადიციების შენარჩუნებული და თუ ამ ტრადიციებს ისევ მიყვებით. ტრადიციებს მიყვებით როგორ ახლა? ძველი ტრადიციები რაც იყო ძალიან ცუდად ოღონდ ზოგიერთ შემთხვევაში სრულდება. რა არის ამის მიზეზი? ამის მიზეზი ახალგაზრდები ცოტაა ძალიან. ახლა აქ სულ ორი კაცი ვართ, ჩემი შვილია ესენი ადრე მოვიდნენ სამუშაოდან დღეს. აქ რომ ერთი შემოგოძახა კაც 30 ახალგაზრდა მოვიდო და ახლა ორი ვართ, ერთი ჩემი ბიძაშვილის ბავშვია, ვერ ხედავს. და მე ვართ ძირითადად. თელი დღე. საღამოს შემოიკრებებიან, მაგრამ ძალიან ცოტა. ზოგი გასულია სანაოსნოს. და რა არის იმის მიზეზი, რომ სოფელი დაიცალა ახალგაზრდა? სამუშაო პროცედურა, რომელიც სოფელში ტარდებოდა, ის მინიმუმამდეა დაყვანილი, თუნდაც იმიტომ, რომ გაიჩეხა ჩაი, აღარა ციტრუსი შენარჩუნებულია სოფლის
უფრო მეტ ზემოთ რაიონებში მინდვრებში აღარ არის განადგურა ხალხმა, რომლიდანაც ცოტა შემოსავალი შეიძლება. მედია ბარაქიანი იქნება. აი საადრეო მანდანი მაქვს აგერ ცოტა. გვაქვს ცოტა მოცივი, შავი მოცივი რასაც ქვია. აჭარა არის გაგიმარჯოთ დუმბა. აი გვარებით დუმბა შენ გაგიმარჯოთ. გენაცვალა დუმბაძე თუ იმას იზამ. გაგიმარჯოთ ყველა დუმბაზე აბსოლუტურად თქვენ. გაუმარჯოს იმ პირებს, ვინც სიყვარულს ვიფიქრეთ. აბა. ვერ მაგზემ შეგა კვინება ესი არის სასწაული ახე რა ბუნება ეს არის ჩემი და მარიკოს პირველი გადაცემა ახლა ვიმყოფებით აჭარაში სოფელ თხილნარში და გავიგებ თუ როგორ ცხოვრობენ რეგიონებში და სოფლებში ახალგაზრდები ბებია ბაბუები გავესაუბრებით მათ, გავიგებთ როგორია მათი ყოფა, როგორია მათი ყოველდღიურობა, რა უხარიათ, რა წყინთ. პირველი მოგზაურობა იწყება ზემო აჭარიდან მასპინძელო თქვენთან როგორ ამოვიდა გამარჯობა. როგორ ხართ როგორ გეკითხოთ უკვე ნახეთ გამარჯობათ. გვაინტერესებს რეგიონში როგორ ცხოვრობენ როგორ გააქვთ თავი პენსია მაქვს და სოფლის მეურნეობას მივსწრებ, მაგრამ ახლა ოპერაცია გავიკეთე და რაში მიდის ხოლმე ძირითადად ეს თქვენი პენსია და ყოფნით თუ არა? არ ყოფნის არა. აი ეს სახლი გვენგრევა თავზე და როგორც ისე დაბლა მეწყერსაშიში არის ხო ეს თქვენი მეზობელი მას დაპირდნენ ჩამოუგიცხამთ რომ ელოდება კაი ხანია 2 წელი. დარჩა დაპირება და 2 წელია პირდებიან. 2012 წელს რო 5 მილიონი დაპირდნენ ყველა სოფელს თქვენ შეგეხოთ ჩვენ რამე არ შეგეხოთ. შეგწებიან ის. წინა საარჩევნოდ ბადია მაინც ამოდიან ხოლმე აქ ნახულობენ აი ბოლო 3-4-5 წელიწადია ვინმე არ მოსვლა. სკოლას კვირდებიან ახალ სკოლას. სკოლას, კაი ბოლო 2-3 წელიწადია. 2-3 წელიწადი და წელს ფიქრობენ და ახლა უნდა წელს დაიწყონ გააკეთონ ასე კვირდები. სესხი თუ გაქვთ სესხი მაქვს, მთელი ოჯახი ვიხდით ასე ვთქვათ. სოფლის მეურნეობას კი რაღაცა და იგინი არის რაღაცა აზოტი თუ რაღაცა დაუშვათ ვისაფრთხილი აქვს, მაგრამ ეს არ ყოფნის არა იგი. აი რომ დაიაროთ ახლა სოფელში დაუმუშავებელი ჩემთანაც ადრე რომ ვამუშავებდი მიწებს იმას ვეღარ ვამუშავებ, არ ღირს დამუშავება. მოიყვან და მერე საწაიღო და რა წაიღო შეიძლება ვეღარ გაასაღებ ასე ვთქვათ. ჩვენ ვართ თბილისიდან სტუდენტები მაინტერესებს სოფლიდან რეგიონიდან თქვენი თვალით დანახული ის რეალობა რაც ახლა ქვეყანაში არის პირადად მე ევროკავშირის მომხრევარ, ევროპის მომხრევარ, რა ვიცი და აქედან გამომდინარე პოლიტიკაც იმის მიხედვით არის. დიახ თოფით და რამე მუშტით არავის არ ვებძვი, მაგრამ არ მომწონს დღევანდელი იმის პოლიტიკა. ასამდე სტუდენტი ახალგაზრდა თქვენ რაც თქვით ევროკავშირი რომ მოგწონთ ევროპისთვის და საქართველოს მომავლისთვის დაჭერილი. ეს იციან მრავლად სოფელში რეგიონში? ვინც მთავრობის მომხრეა, მაგას არც უსმენს და იმედს უსმენს და იმედი როგორ გადმოსცემთ, ალბათ თქვენ იცით კარგად. თუ გინდათ იქ რომ გალახეს რამდენი იგინი რაღაცა და არავინ არ გამოიძია და თუ ასე ვთქვათ ის ვინც ოპოზიციაში ის გაილახა, ის არა ის თუ რამე დააშავა იმამ, ის დაიჭირეს, თუ სხვამ დააშავა, ანუ მთავრობის მომხრემ დააშავა, ის არ დაიჭირეს. ცოტა სამართალი ნაკლებია ასე ვთქვათ, ჩემი აზრით. თქვენ და თქვენი ქმარი ცხოვრობთ აქ? ქმარი გადამეცვალა თქვენ და თქვენი ქმრის გასწავლის ისტორია რომ მომიყვეთ? ვაი მაია მაგდენი ხებეი აი მოკლედ მოკლედ რა მოგიყვე ახლა მაშინ აც გიმიცნია სადედამთილო მოვდა დედაჩემს უთხრა რომ მინდა ძლათო მამა ჩემი არ იჯებოდა მაგრამ დედაჩემმა ახლოს იქნებიო აგე გაღმაზე ვცხოვრო რატომ არ ენდომებოდით რა? და მეორე დღეს წეველი დედაჩემს ჩავასტარი იმ სადგურში იქიდან წამოვყევი რა ვიცი და მე შეგიყვარდათ ერთმანეთი? ჯაბამ წაყვები შეგიყვარდით თითო სოფელს საქართველოში ერგება 5 მილიონი. თითო სოფელ რა 5 მილიონი ხოდა პირდნენ 2012-ში მოგიტანთ. ჭირს მოგიტანებენ მათ თავზე. ხმალ მიცემი ხან მოვლიან. რა არის თქვენი ყოველდღიურობა? ჩემი დიეტური
პურის გამოცხობა. აი, დათმობ დიეტაზეა. ეს დიეტაზე. დამფერი. ეს ხშირად დადიან ხოლმე გამოვლენ კითხავენ როგორ ხართ რა. არა, მარტო არჩევნების იმაზე გამეარებენ. ისე რომ გამოიარეს ამ არჩევნების პერიოდში რამე გააკეთეს? რამე არ გუკეთებიან. დაპირება რა იყო არჩევნების? დაპირება რა იყო და ყველაფერი იქნება. ეთი არჩევსულ მაგან არჩევნებზე. არ წახო არჩევნებზე. აი ფეს მინდა რომ რა ვაჩევდო. ხანს უნდა იცოცხლოთ. იცოცხლეთ თქვენს დიდხანს. სოფლური ცხოვრება ამ ფერიაბებია რა უკენა. გემრიელია მე. კარგი პირობები რო იყოს სოფელში ცხოვრებას გაჯობია. 10 წელი მეკლო პენსიას ქმარი რომ მოგდა. ხან დედა ჩემი მაძლევდა, ხან დები და ამდენ პენსიამდე მივაღწიე. ისე შულები გეხმარებიან? შვილები კი მეხმარებიან, აბა მინდა გეხმარება სხვა. თავრობა არ დაგეხმარება. დახმარება არ მომცა ოხერმა. უი? რიში დახმარება არ მოგცეთ? ხომ არის და დახმარებას გაძლევენ გაჭირვებულს. ჩემელი დავწერე, მაგრამ ცოტჩიკიო ბევრს წერს იხდიო, მეებნევი შვილი იხდის მეთქი, მაგრამ მაინც არ მომცა. ახლა გამითავდა წამალი და პენსიას უცი რომ ვიყიდო. გასაჭირია უფულობა და ფული არა რომ იმ პროდუქტი იყიდო და ჭამო. იმდენი რამე მინდა რომ ვერ მიყიდია. სოფელი არ მაქვს აფხაზეთიდან ვარ და სულ მესმოდა რომ აი სოფლებში ბავშვები ჟრიამულია, ერთობიან ახალგაზრდები, აქაც ისე ხდება? ეგ ხაღადა ბაღნევი იმდენი ვინმე აღარ ყავს. შემცი და შობადობა. აი ყავა ბებო მომეწონა. ვიცი ბებო. გაიგლა ხამაია. ამ სოფელში უნდა გავათხოვოთ ეს ახალგაზრდა გოგო. გასათხოვარია? გასათხოვარი. ნუ რა ფერიც მიშვილი მყავს. მარიკო გავათხოვე. კაი რომ გამოვეთ რომ იმ ფერი კაი გოგო მოვდა აფხაზეთიდან. კაი მეთქვი. რამდენი წლის ბრძანდები თქვენ? მე 62. ჯერ არ ხართ პენსიაზე გასული? არა. ჯერა. და რითი ცხოვრობთ? რეგიონში, სოფელში როგორ გაგაქვთ სავი, რა არის თქვენი ყოველდღიურობა? აქ ჩვენ ახლა საქონელი ყავს. ესე იგი ნაწუელი სამბავი გვაქვს ყველაფერი. ხო და დანარჩენი სოფელში ახლა ფხალი, ლობიო, siminди მოყავს. და დანარჩენი პენსია, მამაჩემი პენსიონერია, პენსია გვეხმარება. გიფასდებათ შრომა? ეხი საქმე არ დაფასებულა ჯე. თუ დადიან ხოლმე წინა საარჩევნოდ მაინც ან ისე პოლიტიკოსები და პირდებიან რამეს ან აკეთებენ. 2 წელი უკლია აჩევნებს. 1 წელიწადში აქამდე იწყება პოლიტიკოსების სიარული. დაგკვირდნენ 2024 წელს რამეს? იყვნენ მოსულები. მე რა გააკეთეს? რა გააკეთეს? სოფელი ფაქტიურად დაცლილია გამიგე. ახალგაზრდები ზოგი გემზე და სამსახურები და მათებურაი და ჩემი 2 შვილი მყავს, 2-ვე წესული გემზე მუშაობენ. და ასეა ყველა და ცეცხლი თუ აქვს მოსახლეობას უმეტეს გამოტანილი თქვენ თუ გაქვთ ცეცხლის მე პრობლემა? არა. მაგას აღარ გამევტან ჩემ ცხოვრებაში. რატო? იმიტომ რომ გამევტა ერთ იმდენი ზეიდან კიდე უხადე და რა თმინდა მაგი და შემოსავალი არა. ცხოვრება გაძვიდა. ახლა უბრალოდ ევღოთ ეს საწვავი. მაგაზე მიბმულია ყველაფერი. ხო და აღარ ყოფნის ის თანხა რომ შენ ოჯახის არჩინო, წამალი იყიდო, მოხუც შეხედო და გაჭირდა ცხოვრება. ორ დაიღალეთ. არა, მე დევღალე. შეედეთ აში. ო, სიმერეთ ლახა ყოფილი. ამაზე ადგილი არის. ულამაზესი ესეც სოფელი. ეს თქვენი მამა პაპის შეეული ადგილი არის? კი. ეს არის მამაჩემის აგებული ყველაფერი. აქ რაც ხაც ხედავთ. აა შეგეშინო ძაღლი და მე სააგეთო. გავარჯობათ. სტუდენტები ვართ თბილისიდან. ადგილი იყო ჩვენი ფეხი თქვენთან. ჩემთვისაც. მოგზავნით. ჩაგიხუტები. გაიხარე მართლა. გაიხარე მომწადო. ავა გააკეთეთ და ბაბუმ გამოვდეს, ბაბუმ. ამის მამა, ჩემი ბაბუა 51 წელში ომში რომ წევდა არ დაბრუნებულა. ეს დარჩა 36-იანია, 4 წლინახევრის. ობლად გაზრდილი 3 დის ერთად, ბებია ჩემ მაგაზარ და ესენი. 90 დავანგრიე.
ეს რასაკეთით ამბობ? ჩივარ დაგებრას გინდა ეს თქვენი ხელით გათხარეთ? ჩემი ხელით გამოუთხარი. გენაცვალე. მარჯვენას ვენაცვალე, ბაბა. ამის ასაკის კაცი ამ სოფელში არ არის. ესე იგი შვილი და შვილი. ის მოსწრილი ყავს ჩემი უფროსი ძმიდან. ეს ივანე ბიზნა ივანე ჟულიამ ზეინიშნა მოუდა. ხალხ გადაკიდა ასე, ერთმანეთს გადაკიდა ხალხ. ამდენი კლელობა და ამდენი ციხეში ხალხის შეკრაჟე აყოფილა ამდენი. გაიწყობა გვინდა. ისინო სააკაშვილის დროშას კაიყო. კომუნისტში ვიყავთ და გამოეთქო. თავისუფლება ახლა უფრო მეტია. მაშინ დაზაბული იყო. მაშინ გინდა თუ არა წასულნა ყოფილიყავ კოლექტივში და გემუშავა. არტეხვიძეში კასტრი იყო და შეასრულებდა ჯარიმას მოხსენდა. კოპი არ დაასრულეთ. ბაბუ, რაში ახლა თავისუფლება, რაც თქვენს ახალგაზრდობაში არ იყო? ვინმე ადი იზახის წამოიმუშავე, ვინმე აგებნება ეს გააკეთე და თავისუფალი ხარ და ჩვენთვის პატივია თქვენი ნახვა, თქვენთან საუბარი, რაც მე ვერ დაგლოსოთ, მამაყალმა ღმერთმა დაგლოსოთ, თქვენ და თქვენი ძმა. გაგიმარჯოთ ბაბუ. გაიხარე. კარგად, გაიხარეთ. უდიდესი მადლობა მასპინძლოვის. რა ის მასლობა? ახლა მეცო რომ დამირეკავ. ამოხვა მე სხვანაირად იქნება. გაიხარეთ. მადლობა დაანდით. გაიხარე. ავარჯობა უფროსო. გამარჯობა. როგორ ხართ? ხოლმა გამიდეხა აგ რესტორანი დამინდრია და დახმარება არ გამიგეთეს რამე. ჟაბდა შეიძლება გზები არ იყო, გზა არ იყო, კვალი არ იყო, დიდოჟო მოვიდა შაშა. და ის ოჯახები ვის მქონდა 40 გრადუსი და წამალი არ მქონდა რომ დამელია. ვინმე შემეიხედა აქეთ თუ აი, ახალგაზრდა. რითი კავდებით აქ თუ არიან შენი თანატოლები და არიან ძალიან ბევრი. რითი ერთობით რასაკეთოთ? ზაფხულობით უფრო საინტერესოა ვიდრე ზამთარში, იმიტომ რომ ზაფხულში უფრო მეტი საშუალებაა რომ გავერთოთ და რაღაცით დავკავდეთ, ხან ფეხბურთს თამაშობთ, ხან დინარეზე ვართ, ხან ტყეში მივდივარ და ასე რა დრო გადის. ყოველდღიურობა შენი როგორი არის? ყოველდღიურობა, ჩემი მძინავს და ვარ. თბილისში აქციები რო არის, ახალგაზრდები რო არის, აი მაგის შესახებ რომ მითხრა, რამე თუ შეგიძლია. თავისუფლებას სურს ყველას და თავისუფალ სივრცეში ფრენა ისე როგორც მათ სურთ. და რავი, რო იჭერენ ტყუილად იჭერე რა, სისტემა არასამართლიანი. მასპინძელო! ოვალ აქედან თქვენთან? სოფლიდან, რეგიონიდან დანახული თბილისი მაინტერესებს, აქციები რო არის, ახალგაზრდები რო დგანან, მაინტერესებს თქვენი თვალით დანახული როგორი არის? ძალიან ბევრი უსამართლოდ არის სტატიები, ძალიან ბევრი. გახეთა მოგალიკა. მომადგებიან, რას მომადგებიან? ყველაფრის თავისუფლება აღარ დასიტყვის. გავასახელმწიფოში და მე შეტევა იქნება. ანუ მაგის გეშინიათ რო მაგალითად ვიღაცა საშიშ რას ვაკეთებ დილას ავდგები მუშაობ საღამომდე მუშაობ